აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მორიგის სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპსების 2015 წლის ფინანსური ანგარიში. განვიხილეთ სამი ძირითადი საკითხი. ეხებოდა ჩვენ დევნილებთან მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას. მათ შორის დღეს განვიხილეთ სამეგრელოში 5 პოლიკლინიკის საქმიანობის შედეგები. მეორე საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, არის ჩვენი შპსების და მათ შორის არის არა მარტო ჯანდაცვის ობიექტების, სხვა ობიექტებით, მათი ფინანსური წლის შედეგები და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დიდი ხანია ჩვენ მუშაობთ დემოგრაფიაზე, აფხაზეთში, მათ შორის დევნილებთან დაკავშირებით, ჩვენი მოქმედება, გეგმა ვერ გაცდება იმ შესაძლებლობებს, იმ სტრატეგიას, რაც შემუშავებული აქვს საქართველოს სახელმწიფოს ამ კუთხით მომავალ მთავრობის თომაზე ვიმჯერებთ ბიუჯეტის შესრულებაზე და მოსალოდნელ ცვლილებებზე უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტში. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სხდომაზე გამახვილდა ყურადღება სამეგრელოს რეგიონში არსებული ჯანდაცვის 5 ობიექტი და მათი დღევანდელი მდგომარეობაა. ესენია სენაკის, ხობის, ზუგდიდის, ფოთისა და ჯვარის პოლიკლინიკა. თითოეულის მოსანახულებლად ადგილზე ჩავიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მთავარი სპეციალისტი მანან გოგუა და თავად გაეცნო ვითარებას. ჯანდაცვის ობიექტები სამეგრელოს რეგიონში. უმეტეს მათგანს ის შენობა-ნაგებობები, სადაც ფუნქციონირებენ, აქვთ საიჯერო ხელშეკრულებით, რაც გარკვეულ წინააღმდეგობებს და პრობლემებს ქმნის. საიჯარო ხელშეკრულებები არ არის გათვლილი, ვთქვათ, მრავალწლიან კონტრაქტზე, ეს არის ერთწლიანი კონტრაქტები დადებული და ისინი ყოველთვის დგანან იმის საშიშროებაში, რომ შეიძლება მოუწიოთ ამ ფართის დატოვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ზუგდიდის პოლიკლინიკა გამყოფ ხაზთან არის უშუალოდ ახლოს ენგურთან და ის არა მხოლოდ იქ განსახლებულ დევნილეს ემსახურება ზუგდიდი მაკმხადველობაში და მის შემოგარენ სოფლებში, არამედ ენგურს გაღმიდან გადმოსულ მოსახლეობაზე. რაც შეეხება ჯვარის პოლიკლინიკას, ის არის წარმატებული, არის ლიდერი მის დარგში რეგიონში და ძირითადად დაკომპლექტებულია ისიც დევნილი სამედიცინო პერსონალით. ყველაზე სავალალო მდგომარეობა ამ მხრივ აქვს ხობს. მათ არა აქვთ შესაბამისი ფართი, ამიტომ სრულად ვერ იყენებენ იმ პოტენციალს, რითაც შეუძლიათ იმუშაონ. რა თქმა უნდა, აფხაზეთის მთავრობაც იმუშავებს ამ საკითხზე, რომ უახლოეს მომავალში ისინიც ღირსეულ პირობებში იმუშავებენ და შეძლებენ თავისი საქმიანობის განხორციელებას. ისინი დღეს უკვე გახდნენ შპსები, არ არიან სახელმწიფო დაფინანსებაზე და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი დიდი პლუსი კიდევ ჩვენი დევნილთა პოლიკლინიკების შენარჩუნების ის არის, რომ შენარჩუნდა დევნილი კადრები.